Bonjour, მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვითამაშებთ Last Day of Earth. კიდევ ერთი after აპოკალიფსური თამაში. აპოკალიფსის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც ერთ-ერთ ფილმის vibes წამოიღებს და მოგაგონებთ. ეს არის I Am Legend-ი. Will Smith-ი სადაც თამაშობს და ეს თამაში ჩემი აზრით ამ ჟანრში საკმაოდ რთულია მობაილ ტელეფონზე ვიძახი, რა თქმა უნდა. და დავიწყოთ. მოკლედ აგიხსნით თამაშის პრინციპს. როგორც უკვე გითხარით, აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილი ადამიანი ცდილობს თავი გაიტანოს, მოაგროვოს რესურსები და აწყოს ბაზა. სხვადასხვა ივენტი და სხვადასხვა ტურნირი ტარდება ხოლმე ამ თამაში. არ არის multiplayer, ანუ open world-ი ეგრეთ წოდებული, სადაც სხვა მოთამაშეებს და გუნდებს დაუპირისპირდებით, მაგრამ უნდა მოვაგროვოთ ახლა ჩვენ აქ რესურსები, რაც შეიძლება მეტი და მე ამ რესურსებით დავაწყებ ბაზა. კედან გამომდინარე, მე ვარ გამოსული სანადიროდ. მჭირდება ირმის ხორცი, მჭირდება ასე ინდაურის ხორცი და გეტყვით რატო. დიდი ხანია ამ თამაშს თამაშობ, ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით 7 წლის თამაშია. და ამ დროის განმავლობაში ვცდილობ ვიპოვო ძაღლი, რომელსაც ექნება ნამდვილი მეგობრის სკილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძაღლი გამომყვება ყველგან, სადაც მე წავალ. პირველი მიზანი არის ეგ, რომ ვიპოვო და გავზარდო და მერე უკვე რესურსების მოგროვება იმისთვის, რომ ავაწყო გემი და გავხსნა რა მაპი. ეს არის AI რეიდერები და ერთ-ერთი მისია, რომ რუკა უნდა ავაწყოთ 12 ფაზლიანი. თამაშის პრინციპი უკვე გითხარით, რაც არის და ყველაზე რთული ამ ამბავში არის ის, რომ ეს მჭირდება ძალიან, მაგრამ ეს არის საკმაოდ იშვიათი რაღაც. მაგრამ მოდი რა გჭირდება ის ავიღოთ. ხო, ყველაზე რთული ამბავი ამ თამაშში არის რესურსების მოგროვება და ამ რესურსების სწორი მენეჯმენტი. ამიტომ არის ჩემი აზრით ეს თამაში ერთ-ერთი საუკეთესო ამ ჟანრში, თუ არსებობს საერთოდ სხვა თამაში, აი ჩემი კურსორიები. სამი იზრდება ახლა. და აი აქ ჩვენს სუგოს უნდა კონდეს აი ამ სკილებში აი ეს ნიშანი, რომელიც ნიშნავს ჩვენთან ერთად სიარულს, ძაღლის და დახმარებას ზომბებთან შეტევის დროს ძაღლს უტევს ზომბი პირველად და მერე მოდის ჩვენს. ეს კი არის მისია შესასრულებელი. აქ არის ტანკი და აქ არის გემი. გემის აწყობა არის ერთ-ერთი ტასკი, მისია. სადაც დარჩენილი მაქვს ძრავი, რომელსაც სჭირდება ძრავის გაკეთებას. ნახეთ ახლა რა ჭირდება. აი ეს მატერიალები. ამ მატერიალებს კი ვშოულობ სხვადასხვა ადგილას. რუკაზე, მოძიებით, ზომბების მოკლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, არის კიდევ ამ თამაში დანადგარები, სადაც აი მაგალითად ეს დანადგარი არის გადამამუშავებელი, სადაც აი ავიღეთ მაგალითად მობილურს
დავსპლიტავთ. არ არის დიდი რაოდენობა საჭირო რომ დავდოთ და აი ეს მოწყობილობა დაშლის და პროცენტულად გვაჩვენებს ვისი მიღება შეგვიძლია. მოკლედ წესით და რიგით მოგეწონებათ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი თამაშია, უბრალოდ ეს თამაში არ არის იმათთვის, ვისაც არ აქვს ნერვები და ნებისყოფა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება ამ თამაში რაღაცეების აწყობას. ხო, აი აქ კიდევ არის ჩემოდანი, რომელსაც მე ნელ-ნელა ტერიტორიებს გაჩვენებთ და გაჩვენებთ სად რა შეიძლება რომ მოიპოვოთ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ. ეს თვითონ დანადგარი ჩარხი თუ დაზგა თუ რაც ქვია. იშვიათ ნივთებს ესე აკუცმაცებს ხსნის აქ არის კიდე დანადგარი, სადაც შეგვიძლია იარაღების აპგრეიდი, გაძლიერება და აქეთ არის მეორე გაყოფილება, სადაც შეგვიძლია აი ეს დასააპგრეიდებელი ნაწილები მატერიალებით შევავსოთ და გავუკეთოთ აპდეიტი. საჭირო მატერიალია ძალიან. მე გამოდგება ისეთ რაღაცეებში, რაც იშვიათია და რისი პოვნა საკმაოდ ჭირს ამ თამაში. ადრე უფრო რთული იყო, ბევრად რთული იყო, ამდენ მატერიალს ვერ იშოვიდი, მაგრამ დახვეწეს აპდეიტებით, განახლებებით, ახალ-ახალ რაღაცეების დამატებით და ეხლა უკვე საკმაოდ ისეთი დახვეწილი და კარგი თამაშია მართლა, ვისაც სტრატეგიული თამაში გიყვართ, მენეჯმენტი, რესურსების, ასე შემდეგ, ეს თამაში არის იდეალური თქვენთვის. გვაქვს რამოდენიმე ადგილი დასარეიდებელი, აი სადაც რეფრეში არ აწერია, აქ უკვე ვიყავი ამ ტერიტორიაზე. მწვანე ნიშანი ნიშნავს, რომ მარტივად გასავლელი ტერიტორიაა ზომბების კუთხით. ნარინჯისფერი საშუალო, წითელი რთული. რთულ ადგილებში კარგი იქნება თუ წაიღებთ იარაღს, ცეცხლსასროლ იარაღზე მაქვს საუბარი. რთულ ადგილებში აი წითელი ნიშანი რასაც აქვს. აი ახლა ჩვენ რა გვინდა? მოკლედ, ცუგოები იზრდებიან და ახლა ჩვენ დავარეიდოთ აი აქ არ ვარ ნამყოფი. წავედით. 23 წუთი ჭირდება ფეხით სიარულს და 16 წამი ენერგიით. ენერგია არ გვაქვს, ამიტომ ფეხით მოგვიწევს გადასვლა, რადგან იქ თევზსაჩვენებს გავიყოლოთ ანკესი. ანკესიც გვაქვს ამ თამაში და ვთევზაობთ, ნადირობთ, ზომბებს ვებრძვით და ვაგროვებთ მატერიალებს. აი ეს არის ყველაზე საჭირო ნივთები და ამას შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ რა ნივთებია. ეხლა კი დავარეიდოთ ის ტერიტორია, რომელსაც პრინციპში ყავს მოტოციკლი და მოდით რადგან ბენზინი არ გვჭირს თამაში, თორე ისე 4 ლარი ღირს უკვე, წავიდეთ მოტოთი. თუ მოგეწონებათ თამაში, Last Day of Airs ჩაწერეთ მეგობრებო, სათაურადაც იგივე იქნება ვიდეოს და ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ თამაშის გადმოწერა და თუ იქნებით მსურველები, შევქმნი კლანსაც და გვექნება ჩვენი კლანი ტურნირებისთვის. ხო, ეს არის სანადირო ინვენტარი. ალბათ აქაც სანადირო. კი ბატონო, უნდა ვინადიროთ და დავაგროვოთ ის ეშვები, რაც არის და კი და ეს უნდა მოვუტანოთ იმისთვის, რომ რაღაცები გვაჩუქო.
ია შესანახი უბრალოდ. სათევზაო ისიც უნდა იყოს წესით ადგილი, აი სათევზაო ადგილი ვითევზაოთ ბარე. later კი ბატონო, ჯერ არ არის გახსნილი. არც ახლა. კაი. ო. აი всё, ეხლა გაიხსნა. დამით მოდი გერნო. აბათოს. აბას ადართებს. აი წამოვიდე. კარგი დავიჭირეთ ოქროსი. კოდი მოიხსნა მოსაყში. დევერთი სალმონი და მერე უკვე ითხოვს ისე თევზის საჭმელს. თორე ისე არ ყვათევზავებს. აი რატო ამომიგდო თურმე ეს ტყავი უნდა ამიყო წეღან. ბევრად უკეთესი იქნებოდა ის ტყავი რომ ამიყო, არა უშავს. კარგი. გავიგზავნოთ აბა კიდევ რა არის ამოვიგზა ნახოთ. აქ რა გვაქვს? გვაქვს და სააპგრეიდებელი მაჩეტე, გავიგე, აი აქ შევიდეთ ხა ჩვენ მახსოვს ეს ადგილი. სადღაც ამ თას უნდა ქონდეს შესასვლელი. კი ბატონო. აი ვიღებ. ცუდი არის ის რომ ბურღი მუშაობს მხოლოდ იმედია შევმეტი აღარც არის არაერთი საბურღიც აღარ მუშაობს მეტს. ამიტომ მაჩეტე კი კარგია, მაგრამ ჯობია ისეთი მოვიტანო, რომელიც იქნება ახალი. შვიდი არბალეტი ძაღლის საყელურის კი არის დასააპგრეიდებელი. ну crossbow შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. თუ გადავალთ სახლში და წავიდეთ. აქ მეტი არ დაგჭირია არაფერი. ბენზინიც ჭირს მეგობრებო ამ თამაშში, ამიტომ ბენზინიც გამოზოგეთ ხოლმე. და ეს არის ადგილები, სადაც რეიდი არის ყველაზე კარგი. მერე აქ ზემოთ მოდის ყინულის ადგილები, რომელიც საკმაოდ რთული გასავლელია, იმიტომ რომ სპეციალური ტანსაცმელი გჭირდება თავისთვის. აქ გვაქვს ორი ბაზა, ერთმანეთის მიყოლებით, რომელიც იხსნება მერე. ძალიან დიდი ხანი ვთამაშობ თამაშს.
ამიტომ აქვს ამდენი რაღაც უშინდა დღეს არ დამიწყია. და ეს არის მეორე ბაზა, სადაც არის უამრავი მისია შესასრულებელი. ამიტომ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება ამ თამაშის გავლას. მიზანი ეხა ჩემი მიზანი პირველ რიგში გადავუყენოთ. ჩემი მიზანი ეხა ამ თამაში არის ძაღლის გაზრდა ისეთის, რომელიც გამენდავა. აი მე უკვე საერთოდ სხვა ეს ექნება რა ქვია. სულ სხვა ვაიბი ექნება თამაშს. კარგია. ხა მოგროვდება ისევ თავიდან და ძაღლებს ნახოთ რამდენი ხნის საჭმელი აქვთ. 2 საათი და 18 წუთი და თამაშის დროით 3 საათი უნდა იყოს და 8 საათი მეოთხეს. საჭმლის გარეშე არ ძლდება. საჭმლის გარეშე ჩვენი პერსონაჟიც ვერ ძლებს, ამიტომ უჭველი ჭირდება ამასაც ყვება. საწოლი ჩავასხათ იმაში და წავიდეთ ჭირდება ის ცარიელი ბოთლი ზომოდ ბევრი ბოთლი მაქვს შეგროვებული აღარ მინდა და წავიდეთ. ნადირობა არის 17 დღიანი მისია, რომელიც მიმდინარეობს ტყეებში, აი ეს განსხვავებული ცხოველები უნდა ვიპოვოთ და ამ განსხვავებულ ცხოველებს აქვს ზოგს ეშვი, ზოგს რქა, ზოგს ბეწვი და ეს ყველაფერი შევაგროვოთ. ეხლა გადავალ სანადიროდ და პირველი ვიდეო ესეთ გაცნობითი სახის იყოს და მე უკვე შემდეგ ვიდეოებში თუ მოგეწონებათ დალაიქეთ რომ მივხვდე მეც და შემდეგ ვიდეოებში იქნება სხვადასხვა მისია და სხვადასხვა ტერიტორიას დავარეიდებთ. ნახავთ სად რა ხდება და სადრას ვიპოვოთ. თავი უნდა დავიჩინოთ და ძაღლი უნდა ვიპოვოთ პირველ რიგში. ნამდვილი მეგობრის სტატუსით, რომელიც გამომყვება მერე რეიდებს მეგობრიში, მაგრამ ძალიან მაგრად არის დახვეწილი თამაში. შედარებაც კი შეუძლებელია იმასთან, რაც იყო წინ. ბრძოლა შეგვიძლია ყველაფრით, მისი ხელშიც დაჭერა არის შესაძლებელი. ბარი, რომელიც ძალიან მაგარი არია. მეიჯი აქვს გლოკზე უფრო მაღალი. აი თუ ჩუმად მიეპარებით ზომბს და ჩაარყავთ უკნიდან 103 მაგებს იარაღის დიმეიჯს. ანუ ბარს თუ აქვს 26, ეს გამრავლდება 3-ზე. ხის მოჭრაც კარგი იქნებოდა, ხე აღარ მაქვს, მაგრამ ჯერ სანადიროდ ვარ გამოსული. და ხის მოჭრის გრაფიკაც უნდა განახვით. თან როგორ აქვს ამ თამაშს დახვეწილი, რაც აი უფასო მობაილ გეიმისთვის არის ძალიან მაგარი. ჯერ ხმა. მაგრესია, მართლა ძალიან მაგარი. ნახეთ. ძალიან დაბალანსებული ხმებია ზოგადად თამაში.
მართლა მუსიკის ხმა საერთოდ გათიშული, იმიტომ რომ წინა ვიდეოებში შეწერა ჩემი ხმა აღარ ისმოდა. დარტყმის ხმაც. სრულიად შესაბამისია იმასთან აი არა გიჭირავს პერსონაჟში. ერთი-ერთში ხდება თითქმის აი ნახეთ. მართლა საუკეთესოა ჩემი აზრით მსგავსი ტიპის თამაშებში. ამ ჟანრში და თან სრულიად უფასო, ანუ თამაში არ არის ფასიანი. რა თქმა უნდა, ეხლა ნებისმიერ თამაში თუ დაადონადებ, უფრო გამარტივდება და დიდი ალბათობით ჩეთები ამ თამაშსაც ექნება, მაგრამ ფულის ერთი თეთრი არ მაქვს ჩართული, ისე მაქვს მოგროვებული მატერიალები, არაფერი არ მიყიდია, მაგრამ იდეალურად მაქვს თითქმის ნაგროვები ყველაფერი. ამიტომ ვისაც თანხის ჩარიცხვა არ გენდოვნებათ, უბრალოდ იცოდეთ, რომ გრძელვადიანი პროცესი არის, რასაც უნდა გაყვეთ. მოკლედ, ეს არის მეგობრებო. Last Day of Airs პირველი მისია იქნება ვიპოვოთ კუსურიე, რომელიც გამომპოვება რეიდებზე და ამ ძებნაში ავაშენო აი ეს პატივცემული, რადგან გაიხსნა ზუკაზე ახალი ადგილები, ნუ ამის აშენებას ჭირდება კიდევ ალბათ 1-5 წელი, იმდენი მატერიალს მოითხოვს, მაგრამ პირველი მიზანი ჩემი არის ძაღლის პოვნა. დამიწერეთ კომენტარებში, ვინც უყურებთ ვიდეოს აქამდე, მოგეწონათ თუ არა ეს თამაში და თუ ვინმე გადმოიწერთ, აი ამ თამაშს აქვს ესეთი კლანის ფუნქცია, სადაც იმართება ხოლმე ტურნირები და ტურნირში გამარჯვებულები იღებენ საკმაოდ მაგარ პრიზებს თამაშისას. ამიტომ ეხლა ვიღაცასთან ვარ ბერძნებთან შესული, რადგან აქტიური ხალხი იყო და თუ 10 ადამიანი მოგროვდება, ვისაც დააინტერესებს ეს თამაში და აქტიურად ითამაშებს, გავაკეთებ კლანს და კლანში დაგემატებთ. Adios amigos და მომავალ ვიდეომდე. შემდეგ ვიდეოში უკვე დავარეიდებთ რამოდენიმე ადგილს და ვნახავთ სად რეისი მოპოვება არის შესაძლებელი. დროებით.